ეს ნათი ამღებრიშვილი იყო და როგორ აფასებენ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას და მაინც რამდენად შესაძლებელია ამ ფაქტმა გავლენა იქონიოს საქართველოს გადაწყვეტილებაზე მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს დავით ერაძე ესაუბრა. დავით, რას ამბობენ კომიტეტში? როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გადაწყვეტილების შეცვლა არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან როგორც ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ოფიციალურად ქართულმა მხარემ უკვე დაადასტურა მონაწილეობის შესახებ და ეს დასტური ქართულმა მხარემ იმ კონგრესზე გააკეთა, რომელიც ბუენოს-აირესში ჩატარდა. აქვს შეეძლო ქართულ მხარეს გარკვეული საკუთარი პრეტენზიები გამოეთქვა, თუმცა ბუენოს-აირესში გამართულ კონგრესზე ეს ასე არ მოხდა. დღეს კი ამის გაკეთება უბრალოდ ქართული სპორტისთვის მართლაც აზიანო იქნება. ქართული მხარის როგორც ოლიმპიური კომიტეტის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიცია დაახლოებით ერთგვარია. ისინი ადასტურებენ, რომ რუსეთი და კერძოდ ივან ნიჩაევი არის ქვეყნის მტერი, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს დელეგაციის ასპარეზობას და ქართველი სპორტსმენები, ქართული დელეგაცია სოჩში აუცილებლად გაემგზავრება. ნილი არ არის ჩვენთვის ის მტერია, ხო? შესაბამისად ახლა ჩერაღდანში ესტაფეტაში მონაწილეობა ოლიმპიური ქარტიდან გამომდინარე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს. არა მარტო რუსეთის ის გმირი იქნება, ბავშვი იქნება, შეზღუდული შესაძლებლობის ოლიმპიური ჩემპიონი თუ პოლიტიკოსი თუ რიგითი სპორტსმენი, ეს მათი გადასაწყვეტია. რასაც ახლა აკეთებენ ჩვენ ტერიტორიებზე და მართლუხლართებზე თხილებს აკეთებენ, ესეთ პროვოკაციის მორალში არ ჯდება, რა საკურველია, რა შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც ის პიროვნება, რომელიც მონაწილეობდა შენი ქვეყნის აგრესიაში და ბომბავდა შენ ქვეყანას, მიანიჭეს უფლება, რომ ოლიმპიური ჩირაღდანი დაეჭირა ხელში. ის რომ ამან შეიძლება გადაწყვეტილება იქონიოს ქართველი სპორტსმენების და ზოგადად საქართველოს დელეგაციის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ამ ეტაპზე რა თქმა უნდა გამორიცხულია, გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული. რაც შეეხება თავად ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებას, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელმძღვანელობა შეიკრიბება და უკვე ხვალ გააკეთებს ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას. თავად ივან ნიჩაევის ფაქტთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ეს სამხედრო მფრინავი 2008 წლის აგვისტოს ომში იღებდა მონაწილეობას, ის ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას და ალბათ შემთხვევითაც არ არის, რომ ის მოხდა იმ 10 მეჩირაღდნეს, პირველ 10 მეჩირაღდნეს შორის, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გაატარებს ცეცხლს და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნიჩაევი არა რუსეთის რომელიმე რეგიონში, არამედ ცეცხლს მოსკოვში და როგორც მოსალოდნელია შესაძლოა ეს მოხდეს წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსეთმა კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, რომ ეს თამაშები არ იქნება მხოლოდ ოლიმპიური თამაშები, იმ მიზნების მატარებელი, რომელსაც ოლიმპიური ქარტია ატარებს, მშვიდობისა და ხალხთა შორის დამეგობრების თამაშები.